მოგესალმებით, ეს არის გადაცემა კულტურის სიახლეები, ჩვენ მისი წამყვანების საფუძველი გახლავართ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი იქნება ოთო ბერიშვილი. დიდი მადლობა ოთო გადაცემაში მოვწონებისთვის. მადლობა თქვენ. მოდი პირველ რიგში დავიწყებ ყველაფერს თავიდან და მინდა მოგვიყვეს შენ შესახებ. ოღონდ ის რაც მაყურებელმა არ იცის, როგორ იყავი აქამდე სანამ სიმღერას დაიწყებდი და რა ხდებოდა შენ ცხოვრებაში. სიმღერას სანამ დავიწყებდი მუცელში ვიყავი და არ ვიცი. ეს თავი მახსოვს სუმღერი. ბავშვობიდან მღერი ესე იგი. ძალიან პატარა. ძალიან აი ლაპარაკი არ ვიცოდი რომ ღიროდი. ეგრე მეუბნებიან. აი რას აკეთებდი ხოლმე, რას საქმიანობდი? არაფერი როგორც ყველა დავდიოდი სკოლაში, მე უნივერსიტეტში დავამთავრე უნივერსიტეტი და ამ ხნის განმავლობაში სულ მღეროდი. სკოლასთან ერთად დავდიოდი 10 წლებში დავამთავრე სკოლასთან ერთად ესაც წლები და მე ფაქტიურად ცოტა მივაგდესავით სიმღერა როგორც იტყვიან, მუსიკა უბრალოდ თავიდან ბოლომდე, მაგრამ გავაგრძელე მე ისევ გამიშთა სურვილი და ჩემით რაღაცნაირად. თან სიმღერას ერთად უკრავ ხარ ბავშვობიდან? ბავშვობიდან არ უკრავ. უკრავ დაახლოებით, ანუ სიმღერას აიდანაც დავიწყე, იქიდან არ უკრავ, თორემ ეს 12-13 წლის ვიყავი ალბათ, დაგვრის სწავლა რო დავიწყე. და ვინ აღმოჩნდა შენში სიმღერის ნიჭი საერთოდ? სიმღერის ნიჭი ბაბუა, ანუ ბაბუა ჩემი დამსდევდა სულ, ესე რომ ვთქვა, მუსიკებზე და სიმღერებზე და რაღაც კონცერტებზე და კონკურსებზე სულ ბაბუას დავყავდი. და შთამომავლობით ხო არა გაკეთდა? შთამომავლობით არ მაქვს, სხვა შორის ოჯახში ერთადერთი მამა მღერის, მეტი არავინ. აჰა, გასაგებია. ალბათ გამოყოლილი. შთამომავლობით. ანუ ეხლა რეალურია რომ ძირითად დროს თავისუფლს ატარებს სიმღერით, მღერი, ანუ უკრავ, აი კიდე რას აკეთებ ხოლმე თავისუფლ დროს იმის გარდა რომ მეგობრებთან ძინავს და ვზივარ კომპიუტერთან. მეტი არ აქვს. ეს არის შენი საქმიანობა. ჩემი საქმიანობა მთელი დღის განმავლობაში არის ძილი შუადღემდე, მე ცოტა ხანი კომპიუტერი და მე აიდა ჩემი გიტარით სადმე საგეიფოთან ბარში უკრავ ხოლმე შაბათობით, ეხლა ერთ-ერთი ეგ არის რა. როგორი ხარ მეგობრებთან ერთად ერთობაში? მეგობრებთან ერთად რა ვიცი, არის ჩვეულებრივი რა. რასაც ხედავთ ეგავარ, არასდროს არ ვთამაშობ და არასდროს არ ვიკეთებ მიღავს და რაღაც ესე. ანუ იმიჯი არ გაქვს შექმნილი. არა, ჩვეულებრივი, აი როგორიც ვარ, მართლა ესეთი ვარ და აი რომ მიცნობდეთ უფრო ახლოს თქვენც გეცოდინებოდეთ. ნუ ოჯახშიც მეგობრებთან ერთად. კი, ოჯახშიც ერთადერთი ეგაა რომ ცოტა რთული და მძიმე ხასიათი მაქვს, მეტი არაფერი. ძიმე ხასიათი გაქვს? ჯიუტი, არა, რთული ალბათ რა, ცოტათი. არ გეტყობა ის. შეიძლება, აი მეგობრებს კითხე და გეტყვია. გასაგებია, როგორც ვიცი და ერთ-ერთი პროექტი როგორც გავიგეთ, შენ წერ სიმღერებს. კი. და შენ სიმღერებს, ანუ შენი მეგობრები, ოჯახის წევრები როგორ აფასებენ? რა ვიცი, ყველას მოსწონს და კარგად და დადებითად რო აფასებენ, მაგის დამსახურება ისიც, რომ აი ერთ-ერთ პროექტში მივიღე მონაწილეობა. მეგობრობის და ოჯახის დაჟინებული თხოვნით. და ვინ თქვით უკვე და ამ კრედა გაწყვეტინათ აი საქართველოს აი რა ვიცი, აბა მომბეზრდა მარტო სუფრაზე სიმღერა და აუდექი ერთჩვენიერ დღესაც და წავედი პირდაპირ კასტინგში. რა გზნობა დაგეუფლა სათადექის სცენაზე? ეს იყო ასეთიანის კითხვა. იცი რა არის? ხო არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეგ გრძნობა ბავშვობიდან აი ვიცი უკვე რა არის სცენა, რა არის კონკურსი, რა არის ანწაგება ან გამარჯვება და არაფერი ჩვეულებრივი რაღაც ერთი კონკურსი იყო ალბათ. იცი არის, როდესაც მონაწილეობენ ესეთ პროექტში, ხშირად თან გულიწდებათ მე რომ ვერ გადავიდენ ბოლოტოში, მე რა ყველაფერს რაღაცაზე აქვთ ხოლმე ეს მომენტი და რაღაცაზე აქვთ გულწყვეტილი. გული არანაირად არ დამწყვეტია. იმოქმედა შენ სიმღერაზე ან მუსიკის გაგრძელებაზე რამე აი პროექტიდან გამოსვლა? პროექტიდან გამოსვლა მიმოქმედა, ოღონდ დადებითად პირიქით მომინდა უფრო მეტის გაკეთება. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა გული დამწყვეტეთ ხო, რო გითხრათ სიმართლე გითხრათ, არ დამწყვეტია. კონკურსი ან გამოვარდები ან დარჩები ხა მახსოვს გარეთ რო გამოვედი ანუ რო გამოვარდი თან ხვდებოდი რაღაც მომენტში რაღაცნაირად ვიცოდი რომ უნდა გამოვარდნილიყავ იმ კონცერტზე და ხო და რო გამოვედი გარეთ ერთი მეგობარი არის ჩემი ძალიან კარგი ადამიანი ეს დავხვდა მომვარდა ჩამეხვდა ტირის და მე მეცინებენ მეთქი მე არ ტირი ვარ შენ რა გატირებს
ეს რავი მე არანაირად არ დამწყვეტია გული პირიქით რავი ვინც დარჩნენ კონკურსში ეგ უფრო გამიხარდა რომ მე კონკურსში დარჩენის მერე ძალიან ბალეში ყოფდი რამდენიმე მონაწილეს და იძახდი კიდევაც რა ჩემმა ფანებმა ამას დაუმესწინე მართალია ხო კი არის გამორჩეულად ბალეში ყოფდი კი მე ვიშენ არ დაგწყარა ხარ ძალიან დაწმა ჩემ გულშემატკივრებს ხო ნუ კი მაგრამ არ დავკარგულ ვარ არ მომკარ ვარ ცოცხალი ვარ ნებისმიერ დღეს შეუძლიათ ან ბარში უკრავან სადღაც რაღაც საქველმოქმედო კონცერტი ან ისე კონცერტია შეუძლია ნებისმიერს მოგზავნდეს და მიყუროს მაინც და მაინც კონკურსში გამარჯვება ნუ არა მიღებთ თუ არა ესეთ კონკურსში მონაწილეობის შანსი სხვა შორის სიმართლე რო გითხრათ აღარ ვაპირებ რა ანუ არ აპირებ მე რო ვიცი ერთ კონკურსში არა ეგ კონკურსი არ არის ხე შენ GDS გულისხმობ ალბათ ხო ხო პრინციპში რაღაც კონკურსის და მაგვარი არის მაგრამ იქ სიმღერაზე და იმაზე არა ხო მიდიხარ პლუს ფონოგრამით წერი სიმღერას მე ხალხს თუ მოეწონება და აგიმესჯებენ და გადაგიღებენ მაღალ ანაზღაურებად კლიპს ნახე იქ გამოხვიდე და ვიღაცა სიმღერაში შეეჯიბრო ეგ არ არის ესე გემია აი ამ წარმატების მერე თუნდაც ის რომ მოგდი საქართველოს ვარსკვლავში ის რომ ღერი ბარში იყავი ხარ ესეთ პროექტში ანუ ხალხის ყურადღება დაინახე აი ამისგან რომ ქუჩაში რო ხდებიან ხოლმე და იოთო და რაღაცა თბილი განცდები კი თბილი დამოკიდებულება უფრო ხე რა თქმა უნდა გარკვეულწილად შეიცვალა მაგრამ მანამდეც იყო ეგ თბილი დამოკიდებულებები იმიტომ რომ მანამდე დავიწყე ვეგაცლებით ჩემი სიმღერების რაღაცნაირად ფართო საზოგადოებისთვის გავრცელება ვინდა YouTube-ით, Facebook-ით თუ პრინციპში მე ნაწილობრივ უფრო სხვებიდებდნენ ხოლმე YouTube-ზე და მაქედან მანამდე უკვე მიცნობდა რა ხალხი ხალხმა გაგიცნო ეს ინტერნეტში ურცეთ კი მანამდე იყო საქართველოს ვარსკვლავამდე კი მაგრამ ნუ საქართველოს ვარსკვლავის მერე რა თქმა უნდა უფრო მეტმა ხალხმა გამიცნო და უფრო მეტმა იცის ალბათ ხა ერთ-ერთ ტურში შეასრულა შენი სიმღერა პირველ ტურში მოდი გიმღერებთ შენი სიმღერა გიმღერებთ ჩვენ სტუმართან ერთად ის მეორე სტუმარი ყავს სტუმრებით ვართ შიგნახე მზის ჩასვლამდე დღეს კი ვერ გრძნობს შუქზე გამოვა დღე დაგვიტირე მოდი ჩუმა დაგიმღერე მე მოგიტანშე უთვალავარდე მე გაჩუქებშე ვერგვირილე მოდი ჩუმა დაგიმღერე მოდი ჩუმა დაგაკოცე ამოვამზე ისევ გამოვადღე მე გიმღერებშე მე ლექს გეტყვიშე ცხოვრებათო შავთეთ ფერებს ისევ გიმღერებ შენ ისევ ლექს გეტყვიშე და როცა მოვადრო პასუხს მომწე მე ავიღებ გიტარას გიმღერებებს შავთვალებს ვერ ვეტყვი ვერაფერს ბევრს გაჩუქებ ყვავილებს ვარეს დამზეს და როცა მოგინდეს გეტყვი სათქმელს მიყვარა ხარ იცოდეს საიტოვებს ნათელფერებს გაჩუქებ ყვავილებს ვარეს დამზეს
ნურაფერს ბევრს უბრალოდ მითხარი მიყვარ ხარ დღეს შავ თვალებს ვერ ვეტყვი ვერაფერს ბევრს გაჩუქებ ყვავილებს ვარ ეზამზეს და როცა მოგინდეს გეტყვი სათქმელს მიყვარ ხარ იცოდეს საითოვებს ნათელფერებს გაჩუქებ ყვავილებს ვარ ეზამზეს არგინდა ნუ მეტყვი ნურაფერს ბევრს უბრალოდ მითხარი მიყვარ ხარ დღეს მაგარი ფიზიკოსანი ესეთი ცნობი არის სიმღერა ძალიან არის ხო ეს შეყვარება აი მე მინდა მაგ თემაზე ძალიან ბევრი კითხვები ხო ძალიან ბევრი კითხვები არა მაგრამ თავს რო ვერ არის და ვიცი ალბათ ეხლა როგორც არ უნდა უარყო მე ვიცი გავიგეთ რომ დაშორდი შეყვარებულს რაც უნდა უარყოფოთ გვითხარი ეხლა რატო დაშორდი შეყვარებულს და აი რა ხდება რა ვიხარ რომ დავიწყო ეხლა ეს რომ ამის გამო და იმის გამო ცოტა ბანალური იქნება მგონი არაფერი ხდება ხოლმე უბრალოდ დიდ ერთმანეთს გვითხარი ნამდვილი მიზეზი არა ეგ არის ხო იცის ნამდვილი მიზეზი არის რაღაც მომენტი ადამიანს უყვარდებათ ერთმანეთი თან ცხოვრების დროს მე ხვდებიან რომ ალბათ ვერ გამოდის ერთად შეიძლება გიყვარდეს ადამიანი მაგრამ იმასთან ერთად უბრალოდ ვერ იცხოვრო იმის ხასიათიდან გამომდინარე და შენი ხასიათიდან გამომდინარე და კიდე ძალიან ბევრი სხვა პირობა არის მაგისი რატომაც შეიძლება ადამიანთან ერთად იყო ან ვერ იყო ну ამის კონკრეტული მიზეზი რაღაც ისეთი არ გქონია არა ეხა ვიღაცასთან უღალატე მიღალატა და ეჭვიანობის ამბავში და ეგეთები არა უბრალოდ ნუ ეხა საკმაო პერიოდი ვიყავით ერთად იმისთვის რომ გაგვეცნო ერთმანეთი გაგვეგო შეგვეძლო თუ არა ერთად ცხოვრება და მივხვდით რომ არ შეგვეძლო ეს შენთვის შეიძლება ცუდია მაგრამ ძალიან ბევრ გოგოს გაუხარდა ეს მე ხო ეხლა რა კი ბევრს გაუხარდა ეხლა არაფერი არა და ყველაფერი რავი ყოველთვის ყველაფერი ხდება ჩემთან რომ არ ვიცი ხა ეს დღე შეიძლება ისე იყოს ხვალ ისე იყოს ეგ ისე და ან ძალიან ის რა არის რეალურია ხა რა ისეთია თბილი მოგონებები ამდენი ხანი ერთად იყავით და ძალიან ბევრი გამოსლება შეგეძინა ალბათ ამით ხა კი ძალიან შემიძლია რა უნდა გქონდეს მომღერალს რომ დაიმსახუროს მაყურებლის სიმპათია ხო მომღერალს მე დავიწყებ ისი საიდან ნომერ პირველი მომღერალს რაც უნდა გქონდეს სიმღერის სტილი მერე უნდა გქონდეს უკვე სმენაც და მერე უნდა გქონდეს ხმაც ჩემი აზრით ნუ ეხა სმენა თუ არ გაქვს მომღერალი ვერ იქნები ხო და სტილი უნდა გქონდეს ალბათ თავისი რაღაც განსაკუთრებული ისეთი რაც ხალხს მოეწონება თორე მომღერლები ძალიან ბევრი არიან ბევრს აქვს სმენაც და ხმაც და იმაზე შეთანხმები რომ შეიძლება მომღერალს ნუ ეხა თავიდან რა თქმა უნდა უნდა გქონდეს მაგრამ შეიძლება სმენის გამომუშავებას და ამით მიღწევა შემოწარმოება ხო ეხა მე პროფესიონალი ვოკალისტი არ ვარ მაგ საკითხებზე რომ ვილაპარაკო მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან არის კი მე ვიცი რამოდენიმე ფაქტი რომ ეხა ბავშვობაშივე უნდა შეიყვანო ალბათ სიმღერაზე ბავშვი რომ იმას ჩამოუყალიბდეს მე სმენა თორე ეხა სმენიანი ალბათ არავინ არ იბადება არ ვიცი ხა ეს როგორ არის მეცნიერების გადასაწყვეტია შეიძლება რომ ჩამოუყალიბდეს კი ოღონდ ეხა 50 წლის თუ გახდა და მე მომუნდა სიმღერა არ მომგონი და გემოვნებაც ხო გემოვნება პირველ რიგში რას ნიშნავს მუსიკა საერთოდ მუსიკას ნიშნავს შემთვის რა გითხრა ეხა შენთვის რას ნიშნავს საკვები და სასმელი იგივეა მუსიკის ხორცი ხო აი საკვები არის ხორციელი საჭიროება მუსიკა არის ჩემთვის სულიერი საჭიროება რა ვიცი და შენ საყვარელი მომღერალი საყვარელი მომღერალი შემილია ჩამოთვალო ძალიან ბევრი მაგრამ განსაკუთრებით და გამორჩეულად ალბათ მაინც ბარი ვაიტი თუ შეიძლება რომ ერთი ძალიან ბევრი ნუ ეხლა it's music play you are my first my last my everything და რა ყველა რა ანუ იცი რა თქვი ანუ საერთოდ ჟანრი არ მაქვს მუსიკალური გამორჩეული რომ აი მაინც და მაინც ამ ჟანრს უსმენ მაგრამ მომღერალი როგორც ასეთი ბევრი შემილია გამოვყო მაგრამ სათავეებში აუცილებლად ბარი ვაიტი იქნება და ბარი ვაიტის ყველა სიმღერა მომწონს საერთოდ
აუ ჟანრს ვერ გამოყოფ. არა, ჟანრს ვერ გამოყოფ. აი Barry White-ის მერე შეიძლება Tupac-ი მომწონდეს ყველაზე. ან მართლა, კი. ანუ გაიშალა. რეპი არ მეყვარს, Tupac-ი მომწონს მართლა. რეპი არ. მუსიკალური რეპი აქვს ძალიან და მაგიტომ მის სამღერები აქვს ისეთი ბევრ მომღერალს არ აქვს. ეგეთი მუსიკალურად აზრობრივად დატვირთული სიმღერა თუ რეპი რაც. იცი რა გითხარი, ხა, როდესაც ანუ მომღერლები ძირითადად ამბობენ რა მუზარც მოდის, კონკრეტულად უნდა უკავშირდებოდეს რომელიმე ადამიანს. შემ შემთხვევაში როგორ არის? აუცილებლად ბინდის მოეწყნებოდეს თუ შეიძლება ეს უბრალოდ ერთის გაიგოს და რაღაცას დაწერო უბრალოდ. ხო, იცი რა არის? დამიწერია კი, ეგრეც უბრალოდ მე აღარ მომწონები. ვიღაცს უნდა ეძღვნებოდეს ალბათ, ხო, ვიღაცს უნდა ყავდეს მუზე რომ დაწერო, რაღაცის გამო უნდა დაწერო, ვიღაცის გამო უნდა დაწერო. მით უმეტეს ისეთი სტილი, რასაც მე მღერი ვარ და რასაც მე ვწერ, ისე ჰაერზე ვერ დაწერე. ანუ ეხლა არაფერი დაწერე. კი, სხვა შორის ეხლა ხან დავწერე ერთი სიმღერა. ერთი კი არა, ორიც. აი, გინდა გვიმღერა. გიმღერებთ კი. მიდი, გვიმღერა. მოდი ბოლოს წინას მივყევი. ასე თუ ისე იცის მგონი უკვე ხალხმა, მაგრამ ძალიან ბევრი. გითხარი ჯერ ახლა. სიმღერას ქვია, რა ვიცი, მე მოგიტანს სითბოს, რა ვიცი. არ დამირქმევია, იმდენად ახალია რომ არ დამირქმევია, ხო? მოგიტან სითბოს არ გაჩუქებ მინოს თუ შენი თვალები სიყვარულზე ფიქრობს დაგიკრიფავი თვალზე მუხსდაღიე დაგაძინებ ჩემზე მოგიყვები ჩვენზე ახლა ხვდები როგორ მიყვარხარო შენ სიყვარულს ერთი ღიმილი ჯუმა და გულში გაიხსენე რომ მიყვარად იგი ჟივით არასოდეს გატყვია ბაკარაგად ნახვამდის მე სულ შენთან ვიქნები და გულში გოცნი მარადის მე მოგიტან სითბოს არ გაჩუქებ მინოს თუ შენი თვალები სიყვარულზე ფიქრობს დაგიკრიფავიებს თვალზე მუხსდაღიებს დაგაძინებ ჩემზე მოგიყვები ჩვენზე დაგაძინებ ჩვენზე მოგიყვები ჩვენზე იცი რა წარმოგიდგა. ადლობთ. ყველა მიცის ეს. მოდი გეტყვი რა შენ ახლა ძირითადად წერს სიყვარულზე ესეთ რაღაცებს და აქედან გამომდინარე მინდა თუ ამ თემას უკავშირდება მინდა რომ გითხრა თუ სხვა რამეს ისიც გითხარი რას. რა არის ყველა ადამიანს გამოუვიდა ცხოვრებაში მძიმე ეტაპები. აი თუ გახსენდება რომელიმე ეტაპი რომელიც ყველაზე მძიმე იყო შენთვის და აი რას უკავშირდება და ეს ეტაპი. ხო, კი, იყო სხვათა შორის ეგეთი ამბავი. მაშინ დავიწყე მგონი სიმღერა. ერთი გოგო მიყვარდა რა მოკლედ სამხრივად და სამხრივად შეყვარებული. ხო, სხვათა შორის ორჯერ ვიყავი მგონი ეგრე, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარდა ის სამხრივად მიყვარდა. ერთი იყო ესეთი რომელიც აი მართლა ძალიან მიყვარდა, მაგრამ აი
ვერაფრის დიდებით თანხმობა ვერ მოვაცემ. ვერც სიმღერა. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. არა, ეგაც უმღეროდ სიმღერა მოწონდა სხვა ჩორის. სიმღერა უნდა და მაგრამ ირონება არ მოვწონდი ალბათ. ნუ ეგ ჩემი ბრალია რაღაციდან გამომდინარე ალბათ. თავიდან ურთიერთობის დაწყება შემეშალა ცოტა. და თვლი რომ ეს ყველაზე რთული ეტაპი იყო შენ ცხოვრებაში? არა, იცი რა არის, ძალიან რთული ეტაპებიც ქონია, უბრალოდ ეს იყო ცოტა რაღაც დეპრესიული მძიმე პერიოდი არის. საერთოდ არ გინდა. ხო, აი ძალიან არ მინდა, იმიტომ რომ ძალიან ცუდ. მაქედან გამდინარე დაიწყო სიმღერების სიყვარულზე, ესეთ რაღაცა. უფრო მანამდეც პრინციპში რა, მაგრამ მაქედან მე ცოტა ბევრი დავიწყე უკვე. მე მგონი მაყურებელს ძალიან აინტერესებს რა საპირებს შენ მომავალში. ხო, მომავალში ვაპირებ სიმღერების ჩაწერას. თუ ყველაფერი კარგად იქნება და ისე იქნება როგორც მე მინდა, როგორც ამჟამადში, ხო? კი, სხვათა შორის, მაგრამ მინდა რომ მარტო რაღაც ჩემი სიმღერებით არ შემოვიფარგლო და ცოტა სხვა ჟანრის სხვისი სიმღერების კავერებით შევწერო მაგალითად რა, მაგრამ ხალხს პირველ რიგში რაც უნდა და რაზეც ჩემგან მოთხოვნა არის, ეს არის ჩემი სიმღერები და ალბათ ჩემი სიმღერებს თუ მივხედავ, მე კავერებზეც ვიფიქრებ და ცნობიერი სიმღერა. ხო, რა, გვინდა ჯგუფის გაკეთებაც ჩემი ძმაკასთან ერთად, რომელთანაც ძალიან დიდი ხანია უკვე. კი, ბინგოსთან ერთად ძალიან დიდი ხანია ერთად ვერი ვართ და გვინდა, მაგრამ ვერ მოვაბით თავი იმას, რომ რაღაც ჯგუფი შევკრათ. კარგი და მოდი ისიც გითხარი, ანუ როცა ვლაპარაკობთ სიმღერაზე, გინდა რაღაცა წარმატებას მიაღწევ. ანუ თუ დაფიქრებულ ხარ იმაზე, რომ რა არის ის ეტაპი, როცა შენ მიხვდები, რომ აი საბოლოოდ მიაღწევ წარმატებას და ამის მეტი ნუ აღარ არის საჭირო. იცი რა არის, ხო, ეხლა გეტყვი, აი მე მაგალითად თვითმიზანი არ მაქვს, რომ აი რაღაც არ იქა და წარმატებული მომღერალიან რაღაც ვიყო რა. ეს არის ჩემთვის მიზანი, იმიტომ რომ ვიცი ჩემი შესაძლებლობები თავიდან ბოლომდე და არ მაქვს პრეტენზია და არც ამბიცია იმაზე, რომ მაინც რაღაც საქართველოში უნდა ვანათებდე და ისე უნდა ვმღეროდე. ჩემთვის იქნება აი ეგ მიზანი მიღწეული მაშინ, როდესაც აი მომინდება რაღაც სიმღერის ჩაწერა და აუდგები და იგრევე შემიძლია რომ ჩავწერო, მომინდება ჯგუფის გაკეთება, აუდგები და მაშინვე გავაკეთებ ჯგუფს და არაფერი მე ჩავატარებ კონცერტებს. ეგ იქნება მთელი ჩემი სასიმღერო კარიერა. ამით ახლა იდეაში ან გეგმებში არის ეს ბევრი სიმღერა გაქვს მეგონი როგორც ვიცი და ამ სიმღერების კონცერტის გაკეთება საერთოდ. თუნდაც არც ისე დიდი უბრალოდ სოლო კონცერტის არ არის ჯერ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხარჯებთან და ამბებთან არის დაკავშირებული, ანუ კონდა რამოდენიმე კონცერტი პრინციპში სოლო კონცერტს ვერ დავარქმევ, მაგრამ საქველმოქმედოები და რაღაცები გვაქვს, ისეთები, სადაც მარტო მე და ბინგოს მიმღერია. მარტოც მიმღერია და ესეთი რაღაცები გვაქვს ხოლმე, მაგრამ ეს დავგეგმოთ რა რაღაც სოლო კონცერტი დავარქვა და ბილეთები გავყიდოთ და რაღაცები, ეგეთი არც კი. შენ გეგმებში არ ჩდება ესე იგი. ალბათ რა თორე გავაკეთებდი. ხოდა ჯგუფისთვის თუ ეძებ, ხა ვინმეს ვისთანაც ერთად შექმნია, ნუ კონკრეტულად ეძებ ვინმეს რომ კარგი ჯგუფი გამოგიდეს, თუ გაქვს მეგობრებში? იცი რა არის, ჯგუფისთვის ჯერ ვეძებ სარეპეტიციოს და სარეპეტიციო რომ მექნება, მე უკვე დავიწყებ ბას-გიტარას, დრამს და ასე შემდეგ, საქსოფონს. მე მინდა რა, აი, ძალიან დიდი წარმატება გისურვებ ცხოვრებაში, ყველაფერს მიაღწე ის რაც გინდა. და წარმატებული ადამიანი ყოფილიყავი როგორც ჩემ პროფესიაში, ისე პირად ცხოვრებაში. და დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა თქვენ. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა. ჩვენ დღეს გადაცემაში სტუმრად ყავდა მომღერალი ოთო ვერიშვილი. ეს გადაცემა კულტურის სიახლეები იყო. ნახვამდის. გამშტაბებით. კარგად.